ვიპოვე აქამდე უცნობი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს იმას, რომ დასავლეთი თუ Deep State რეალურად ცდილობდა საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. კერძოდ გავარკვია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დასავლეთი ზეწოლას ახდენდა საქართველოს ხელისუფლებაზე და პირდაპირ ტექსტით სთხოვდა ძალაუფლების დათმობას. მოკლედ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, წაიგითხავთ მაშინდელი ჯერ კიდევ დემოკრატი მთავრობის სახელმწიფო მდივნის განცხადებას. ოღონდ გთხოვთ, რომ ვიდეოს ბოლომდე უყუროთ. მაშასე ციტატა. საუკეთესო რაც შეიძლება გააკეთოს საქართველომ იმისათვის, რომ გააუმჯობესოს საკუთარი უსაფრთხოება, კეთილდღეობა და საერთაშორისო რეპუტაცია, არის ისეთი ტიპის სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილებას. ანუ წარმოიდგინეთ ხალხო, მთავრობისგან პირდაპირ ტექსტით ითხოვდნენ ხელისუფლების დათმობასა და მისი ოპოზიციისათვის გადაბარებას. ოღონდ აქ არის ერთი მაგრამ. ეს განცხადება გაკეთებული არა 2024, არამედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მაშინდელი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ. შესაბამისად ეს ზეწოლა ხორციელდებოდა არა ბიძინა ივანიშვილზე და ქართულ ოცნებაზე, არამედ მიხეილ სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობას. დიახ მეგობრებო, რასაც არ უნდა გაჯერებდეთ პროპაგანდამ, დასავლეთი რეალურად ყოველთვის იცავდა არა შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის ინტერესებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებს და დემოკრატიის პრინციპებს. სააკაშვილმა 2012 წელს ძალაუფლება დათმო არა იმიტომ, რომ ივანიშვილზე ნაკლები გამყალბებელი პოლიციელი თუ წყლის ჭავლის მანქანა ყავდა, არამედ იმიტომ, რომ მან იცოდა, თუ ის მიმართავდა მასშტაბურ გაყალბებებსა და უფრო მძიმე რეპრესიებს, ის დაუპირისპირდებოდა არა მხოლოდ ხალხს, არამედ დასავლეთსაც, რომლის მხარდამჭერის გარეშეც ის უკვე ვეღარ შეძლებდა ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს გაკვეთილი კარგად ისწავლა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ამიტომ, როგორც კი აშკარა გახდა, რომ ის არაპირებს ძალაუფლების დათმობას არაზროს, ხოლო დასავლეთი არაპირებს ამაზე თვალის დახუჭვას, მან დაიწყო დასავლეთის დემონიზება. და ეს დაიწყო არა უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, როგორც ისინი ამის წარმოჩენას ზოგჯერ ცდილობენ, არამედ ბევრად ადრე. გვახსოვს თუნდაც 2021 წელს ოცნების მიერ გადახეული შარლ მიშელის შეთანხმება. მათ მარტივად გადაწყვიტეს, რომ დაესწროთ და დასავლეთი მტრად გამოეცხადებინათ. ანუ მათ საქართველოს მეგობრები გამოაცხადეს საქართველოს მტრებად, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი კრიტიკა გაესაღებინათ მტრების ხმად და ძალაუფლებაში ივანიშვილი დარჩენილიყო უსასრულოდ. სწორედ ამიტომ, როგორც კი ეს ერთი ოლიგარქი დაკარგავს ძალაუფლებას და მას დავიბრუნებთ ჩვენ, ქართველი ხალხი, ჩვენ მაშინვე შევძლებთ, როგორც მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის აღდგენას დასავლეთთან, ისე საქართველოს მშვიდობიანი და გრძელვადიანი სტაბილური განვითარების უზრუნველყოფას.